მოგესალმებით ძვირფასო თანამემამულე. უფალმა დაგლოცეთ. ჩვენ დღეს წალისის ტყეპარკის მიდამოებში ვიმყოფებით. აი, ცოტა წვირს, ცოტა ქარიცა, ცოტა არ იყოს ვირუსიც, მაგრამ მიუხედავად იმისა, ბედნიერად თავს, რომ მე საქართველოს ჩემი სამშობლოს მიწაზე ვდგავარ, მშობლიური ცის ქვეშ და ჩვენი სამშობლოს ბუნების ზღაპრული სილამაზით ვტკბები. არ ვიცი ახლა როგორ აქვს, აი, ჯერ კიდევ მარტია და უკვე რა საოცარი ფორმებია რა, აი ფერების უკვე რას არა მიწიერი შეხამება რა, აი სუფთა ჯანსაღი ჰაიერი. მე არ ამგონია გენაცვალე რომ ედების ბაღი ამ წალკოძე უფრო მშვენიარი ყოფილიყოს და გინდა არ გინდა ამომიტივტივდა აი ტვინში რუის ურბნისის კრების ძეგლის წერის შესავლის რამოდენიმე სტიქონი. ღვთისმშვენიერი და დიდებული სამოთხე გააშენა ედების აღმოსავლეთით. ბოდიში ჩემოქმედია საუბარი. მაგრამ როდესაც კაცმა თვითმფლობელობის საგნად მისთვის მიცემული რჯული საღვთონების საწინააღმდეგოდ გამოიყენა და ეშმაკის შურითა და დედაკაცის ცდუნებით გზას აცდა, განიდევნა ცხოვრების ხის, სამოთხისა და ღვთისაგან ბოროტებისათვის და სიკვდილითა და ხრწნილებით დაჟილი მრავალი ნებითა ზვირითა მოცულ იქნა. დღესეც ვდევნიან ჩვენ ამ სამოთხიდან ქართველები, მაგრამ განა ღმერთი გვდევნის სატანის მოციქულები ბნელეთის ძალები გვდევნიან და რაც ყველაზე მეტად გულმოსაკლავია, ეს საზარელი ფაქტი ხდება საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის უთხვი მონური მორჩილებისა და დუმარე თანხმობის ფონზე. იოანე ოქროპის აქვს ნათქვა. მეორედ მოსვლიშას ადამიანის გონება იმდენად დაიბინდება, ცხვირწინ ყოფი უბედურების აღქმის უნარს დაკარგავს. არ ამგონია, რომ მე მგონი ეჟამი უკვე დამდგარია. წინააღმდეგ შემთხვევაში, აბა ნუ თუ ძნელია იმის დანახვა, აღქმა და შეფასება, რომ თუ ჩვენი დანაშაულებრივი უნიათობის, უფხოვობის, უსაქმურობის, სილაჩრის ფონზე აი დაუშვით საქართველოს სახელმწიფოებრიობის გრევა, ქართველი ერის ფიზიკური და ზნეობრივი გადაგვარება, განადგურება. მე არ ვიცი, ჩვენ ამას როგორ უნდა გვეპატიოს გენაცვალე. აი, დიდი მარხვა მიდის. ალბათ ბევრი თქვენგანი მარხულობს. აი, ძლებთან დადის, მამაოებთან დადის, აღსარებას აბარებს, ზიარებას იღებს, ლოცულობს. რა ერთადერთი რომ ღვთის წყალობა დაიმსახუროს, რათა გარდაცვალების შემდეგ მათ შეძლოთ ზეციერ სასუფეველში ადგილი დაიმკვიდრონ. აი როგორ ფიქრობთ მართლა? აი იმ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვიზახე, რომ თუ აი ჩვენი მონური უთხი მორჩილებით, დუმარე თანხმობით საბოლოოდ დავანგრიეთ ქართული სახელმწიფოებრიობა. ქართველი ერი ფიზიკურად და სულიერად თუ გადაგვარდა და განადგურდა. და თანაც ეს პროცესი თუ საბოლოოდ და შეუქცევადი გახდა. ამას ღმერთი ჩვენ როგორ გვაპატიებს გენაცვალე. ჩვენ ხომ ყველანი ჯოჯოხეთის კუპრის ცხელი აბაზანები გვაქვს გამზადებული. თანაც როგორ ერზეა საუბარი. ერზე ამ მცირე რიცხოვან აი ერთ მუჭა ერზე ერთ სიდა ტერიტორიაზე მცხოვრებ. ნაწილ დაჩეხილმა ერმა
სისხლისგან დაცლილმა მუსულმანეთა ოკეანეში, საუკუნეთა ქარტეხილში გაუძლო იობის ტანჯვას, გოლგოთა გამოიარა და განუწყვეტელი ომების პირობებში სახელმწიფოებრიობა და თვითყოფადობა დღემდე მოიტანა. და თუ ჩვენ მშვიდობიანების დროს ეს დავუშვით. ანუ თუ ძნელი აი იმის აი უბრალოდ როგორ გვაპატიებს ჩვენ ამას ღმერთი. თუ ძნელია მართლა იმის დანახვა აღქმა და შეფასება რომ თუ აქ ისევე როგორც აი წანისის ტყეპარკის ტერიტორიაზე ისევე როგორც ბათუმში გონიოს ტერიტორიაზე თბილისის მაღლა ქედზე ტაბახმელასა და შავნაბადას შორის თუ დაუშვით ჩვენ და კიდევ რამოდენიმე ლოკაციაზე ამ უზარმაზარი გადამთიელების ქალაქების ამნიშნულობა დაბების, სოფლების, ანუ ესე იგი მრავალათასიანი ურდოების ჩასახლება რომ ეს უცილებლად გამოიწვევს საქართველოს ამ აი მით უმეტეს საქართველოში არსებული უაღრესად კატასტროფიული დემოგრაფიის ფონზე აუცილებლად გამოიწვევს ეს აუცილებლად გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფოებრიობის გრევას და ერის ფიზიკურ და ზნეობრივ გადაგვარებას რა. ნუ არ ვიცი ახლა მე რატოა ასე მშვიდად, ასე ინერტული ახლა ეს საქართველოს მოსახლეობა ახლო აღმოსავლეთში წარმოებულმა ომმა დროებით გადადო ეს პრობლემა. მაგრამ თუ აი აპოკალიფსური განვითარება არ პოვა, თუ რეალურად ატომბირთული ომი არ დაიწყო, ტოტალური და დედამიწა არ ამოტრიალდა, ეს პრობლემა ჩვენ აუცილებლად მოგვიბრუნდება. თანაც ბევრად უფრო აგრესიულად და უფრო მასშტაბური და უფრო მრავალ წახნაგოვანი იქნება. არ ვიცი მე ხო აი ჩვენ მე მიყვარს მაგალითად ჩემ წარსულის გმირულ ისტორიას თვალის გადავლება. ალბათ თქვენს. მე არ ვიცი აი მე პირადად, როდესაც ჩვენ წარსულის გმირულ ისტორიას თვალს ვავლებ, როგორც წესი ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო მძლავრი გზობა მიიღებს. ერთის მხრივ ეს არის უდიდესი სიამაყის რაღაც დიადის განცდის გზობა. ჩვენი სახელოვანი გმირი წინაპრების თავგანწირებისა და მუხჩაუხელი ხვაწმის გამო სამშობლოს საკეთილდღეოდ, ხოლო მეორეს მხრივ ასევე რაღაც დიდი ყოვლისმომცველი აი სირცხვილის დაუკმაყოფილებლობის ბრძოლა იგივე გმირი წინაპრების წინაშე რომლებსაც ჩვენ სამშობლოსათვის დაღვრილი ზღვას სისხლი და ოფლი წყალში ფუჭად ჩაუყარეთ მოლოდინი ვერ გაუმართლეთ სულიერი ძალებისაგან დავიცალეთ ზნეობრივად დავძაბუნდით მორალურად დავეცით ბორო წინ ვერ აღვდექით და ჩვენი სამშობლო ნელეთის ძალების საჯიჯგინი გავხდით თუ არასოდეს არ ვიფიქრია ჩვენ იმაზე რომ ჩვენი შთამომავლები ჩვენ საფლავებზე შეიძლება აღარც და ვეღარც მოვიდნენ. რატო უნდა მოვიდნენ, როდესაც ასე გულმოკლული შეიძლება იკითხო. სად იყვნენ ჩვენი წინაპრები, როდესაც ჩვენ სამშობლოს ასე უმოწყალოდ ყიდდე და აჩანაგებდნენ. ხან აი რატო უნდა მოვიდნენ თუ ჩვენ მათ ჩვენ შთამომავლებს ჩვენი უმოქმედობით, უნიათობით ვუმზადებთ რომ ისინი იქცენ სრულიად უუფლებო, მორჩიო, წმენა დაკარგულ, ჯულწართმეულ, უსახო, უსქესო სამოქალაქო საზოგადოებად და მემკვიდრეობით თუ მათ უტოვებთ ჩვენ მათ ქედზე მორგებულ გადამთიელების მონების უხალს. ვერ გავიგე, რატო უნდა მოვიდნენ ჩვენ საფლავებზე და მეორესეთი შეიძლება ვერც კი მოვიდნენ. იმიტომ ვერ მოვიდეთ ჩვეულებრივად რომ შეიძლება უკვე ჩვენი საფლავები გადამთიელებს გადათხრილი ქონდეთ და მის ადგილებზე სასტუმროები, კაზინოები და ბორდელები შეიძლება ქონდეთ აშენებული. 10 დღეა ჩვენ რაც გარდაიცვალა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი უნიტარესი ილია მეორე. და
5 დღე არის რაც დავგზავნე და მე ძალზედ ვარ მოხარული და კმაყოფილი ვარ რომ აურაცხელმა საქართველოს მოქალაქემ თავისი პატივი მიაგო საქართველოს ეკლესიის თავს და აი როგორ გითხრა თავისი ქრისტიანული მამულიშვილური ვალი მოიხადა მის წინაშე კმაყოფილი ვარ მაგრამ მე ერთი რამ მინდა შევახსენო საქართველოს მოსახლეობას კი მოიხადა ეს ვალი მაგრამ მას განუზომლად უფრო დიდი წმინდათა წმინდა ვალი გააჩნია უფლის ჩვენი ქვეყნის ქართველი ერის ჩვენი გენის ჯიშისა და ჯილაგის წინაშე და ეს ვალი ჩვენ მოსახდელი გვაქვს ეს ვალი ჩვენ არ მოგვიხდია გენაცვალე ნუ თუ არ დაიღალეთ აი მართლა არ დაიღალეთ ამ ბელადების ძებნით რა ნუ თუ ძნელია იმის მიხედვა რომ ამ ცნობადმა ადამიანებმა დაღუპეს ფაქტიურად საქართველოს ხო ნუ თუ ძნელი რამდენჯერ აი ჯერეთია ცნობადობა საერთოდ არ ნიშნავს რომ ის არის პატიოსანი ღირსეული ნიჭიერი ნუ კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირველესი გენიოსი სოკრატეს სიტყვებია ბრძენი ბუნებრივი ლიდერია რომელიც მიუხედავად იმისა რომ ზედმიწევნით ფლობს სხვაზე გამარჯვების და მასზე ბრძანებლობის უნარსო ყოველთვის შილში რჩება სად ვეძებთ ამ ლიდერებს თუ ვეძებთ ამ ორი მთავარი ხელისუფლებისა და მისი უმთავრესი ოპოზიციური ძალების პოლიტიკურ ელიტაში პირდაპირ გეტყვით რომ ჯალალედინის ჯალათებს შორის რობერტ მახვილებს 100,000 ქართველი შეეწირა უფრო შეიძლებოდა ჩემი აზრით აი სათნო კეთილი ჰუმანური ადამიანის პონდა ვიდრე ამ პოლიტიკურ ელიტაში შეიძლება იდახოს აი როგორ გითხრა რა სამშობლოს უანგაროს სიყვარულით გულანთებული ქართველი მამულიშვილი და ჯერ ერთი არ უნდა დავანებოთ ამ კერტსაყვანისმლობას თავი ეს ხო ჯერ ერთი ქრისტიანულადაც უდიდესი ცოდვაა აი პირდაპირ აი ახლა აი ბიბლიაში ახლა სინაის თაზე მოსე 10 მშტება შემდეგ მეოთხედი ებრაელობა რო გაწყდა ოქროს ხმოს გამო მაგას დავანებოთ თავი ეგ რუისურნის ისკრება რას გეუბნება მრავალჯერ მრავალი მოდგმის მიერ მრავალი და ურიცხვი ცოდვა ყოფილა ჩადენილი როგორიც ამ ტრობა შურიკ სიძულვილი კაცისფრა ბრუშობა ცრუფიცობა ბოლოს ველა ბოროტობის საწყისი კერმსახურება და თაყვანისცემის განატანა დამბადებლიდან დაბადებულთა მიმართვა მაგრამ არც ერთი ამის გამო არ აღელვებულა არ შეიძლება გაწყვეტა წინადადებას და მაგრამ არც ერთი ამის გამო არ აღელვებულა აუღელვებელი ღმერთიო როგორც თვითონ უთხრა აბრამს სოდომისა და გომორის ღაღადება მოვიდა ჩემამდე და ჩამოვედი სანახავად არის თუ არა მათი ღაღადებისაბრ მათი საქმეები ესე იგი ყველაზე დიდ ცოდვა სოდომისტური ცოდვა შემდეგ ყველაზე დიდი ცოდვა არის კერტსახურება აღარ უნდა დავანებოთ ამ კერტსახურებას თავი თანაც კარგი ქრისტიანულად ისედაც პლატონის სიტყვებია ერთსო რომელსაც თავისი გადარჩენაო ერთ ადამიანზე აქვს მინდობილიო გადარჩენის შანსი არა და ღირსიც არ არის რომ გადარჩენსო აღმაშენებელი რო აღმაშენებელია ისიც არის ხო მარტო დიდი გიორგი ჭყონდიდელი ედგა გვერდში ან ერთი რამეს მინდა აი ვინდეს შემთხვევით სამშობლოს სიყვარული მისთვის თავგანწირვა რა ჩვენი ეროვნული ახირება და მარტო ქართველებისთვის კი არ არის დამახასიათებელი მსოფლიოს ყველა ერს უყვეს თავისი ქვეყანა აი მე არ მაგონდება აი იშვიათად რომ მსოფლიოში ვინმე გამოჩენილი გენიოსი ფილოსოფოსი იყოს რომელსაც სამშობლოს სიყვარულზე თავისი აზრი არ დაეფიქსირებიოს მას ვისაც სამშობლო არ უყვარს მას არავის და არაფრის სიყვარული არ შეუძლიაო გენიალური ინგლისელი პოეტი ჯორჯ ბაირონი სამშობლო ერთადერთია
რაც აერთიანებს ყველაფერს, რაც ყველასათვის ძვირფასია. ეს უკვე ახლა როგორ აი ჭელმეტყოლობის ევერისტი ტულიო ციცერონის სიტყვებია. სამშობლოს სიყვარული ცივილიზებული ადამიანის უპირველესი მოვალეობაა. ეს უკვე ნაპოლეონ ბონაპარტი გვეუბნება. და კიდევ ერთი. აი ებრაელმა ხა დიდად გიждები მე ახლა ამერზე თქვა ვერ ვიტყვი, მაგრამ ძლიერი აი ებრაელი ცნობილი მწერალი კლოდ ბერნე რას იძახის? სამშობლოს სიყვარულს საფეხურები არ გააჩნია. ვინც ყველაფერს არ აკეთებს მისთვის, ის არაფერს არ აკეთებს. ვინც ყველაფერს მას არ უძღვნის, ის ყველაფერზე ვარ შეუგდება. მასო აი უკეთესად ვერ იტყვი, ხო? ზუსტად არიან ასეთი ძლიერები რო არიან. და მსოფლიოს მართავენ ბოლო-ბოლო. და მე მინდა ერთი ისტორიული ფაქტი გავიხსენო ასეთი და მინდა რა აი ჩავფიქრდეთ რა აი რაზეა საუბარი და მისაბაძი მაგალი ჩვენ ბევრი გვაქვს, მაგრამ სხვებსაც აქვს მისაბაძი. აი 1297 წელი თუ არ ვცდები 11 სექტემბერი სტერლინგის ხიდის ტერიტორია და ერთმანეთის წინ დადგა ორი ჯარი. ერთი მხრივ დადგა დაახლოებით ორჯერ უფრო მრავალისროვანი ინგლისელების ჯარი, არ ვიცი რა, სულ თავიდან ბოლომდე რკინაში არიან ჩასული. თვალები უჭად. მარტო ქვეითებს კი არა, მხედრებს და ცხენებსაც სულ რკინაში. ხოდა მოპირისპირე მხარეს შოტლანდიერები. ორჯერ უფრო მცირედი ცხოველი. კაბები, ნადირის ტყავები, სუხის აქვთ ყველაფერი. შუბი, ფარი, მუზარადი, ჯავშანი, გონია ზოგიერთ ხმლებიც ხის აქვს. და როდი ინახეს ეს რაღაცა რკინის ნიაღვარი, ზოგიერთი შეშინდა, შედგა და პირიც იბრუნდა. ხვდებით რაზე ტოვებს ბრძოლის. და ამ დროს უილიამ ოლესი შემოეგება და უილიამ ოლესი ეს არის შოტლანდიის ყველაზე დიდი ნაციონალური გმირი და განა მარტო შოტლანდიის სიმბოლოა ეს სამშობლოს სიყვარულის და პატრიოტიზმის საერთოდ რა. მართლა ძალიან ძლიერი პიროვნება იყო და ის თავის ჯართან ერთად მოეშურება სტერლინგის ომის და როდა ინახა ეს შემოეფეთენ რომ ტოვებენ ჯერ. სად მიდიხარ ჩემო მამაცო შოტლანდიელებო. ხოდა როგორ კაც სად მივდივართ, გაიხედე ეგ რა ხდებაო? კიბორგებით გადან. მერე არა, მაგენი დავხოცავთ უყველას. წავალთ ახლა და ვიცოცხლებთ. კიო ეუბნება უილიამ ოლესი. რო წახვიდეთ, იცოცხლებთ. მაგრამ ნუ თუ არ გიფიქრიათ იმის შესახებ, რომ როდესაც წლების შემდეგ თქვენს უბადრო ხოხმახებშიო, პატივაყრილები, აი დამცირებულები მონობაშიო, სული რო ამოხდებათო, ნუ თუ არ იფიქრებთ იმის შესახებ, რომ მთელი ეს უბადრუკად გატარებული წლებიო, აი გენაცვალებიათ იმ წუთებზეო, როდესაც თქვენ აქ ახართ, აქ დგახართო. ამაღი მამაცი შოტლანდიელებიო, შოტლანდიურ მიწაზეო, შოტლანდიური ცის ქვეშო და შეგიძლიათ პირდაპირ უთხრათ წრებსო, რომ მათ შეუძლია წაგართონ სიცოცხლე, მაგრამ ვერასოდეს არ წაგართვენ თავისუფლებას, ვერასოდეს არ წაგმართვენ შოტლანდიურ მიწასო და იმ დღეს კუდით ქვაასროლია შოტლანდიელებმა ინგლისებმა. ასე არ შეგვიძლია ქართველებო კაცო. აგლა მე აი რატო ხდება ეს ყველაფერი? აი ჩემი აზრი მინდა რომ აქ დავაფიქრო, აი ეს აი ძალზე გადამეტებულმა ჩემი აზრით ინფორმაციებმა მედია, ტელევიზია, ინტერნეტმა, ფეისბუქმა ეს არის ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი. აი როგორი წარმოდგენა მაქვს თვითონ ჩვენ გრანდიოზული მისტიფიკაციის და ტოტალური ტყუილის რაღაც ხაპნუს სამყაროში ვარსებობ, რომელიც მდელეთის ძალებს თითქოს ჩვენს გარშემო ხელოვნურად აქვს შექმნილი.
და ჩვენ თვითონ რაღაც ვირტუალურ სამყაროში ვცხოვრობთ. და ესე იგი, აი რა ხდება, ჩვენ ისე და ისე მოსახლეობის უმრავლესობა გარშემო მიმდინარე პროცესებს ისე უყურებს, თითქოს ეს რაღაც მრავალსერიანის სათავგადასავლო ფილმი იყოს. და განა მათი ცხოვრება და მოუთფენლად ედის შემდეგი სერიების როდის გავა ეთერში და ესე იგი ნატრობენ რომ ეს სერიები იყოს რაც შეიძლება სანახაურებრივი, დრამატული, სენსაციური, რაღაც ფანტასტიკური და აღარ დაეძებენ ეს ტრაგიკული და კატასტროფული იქნება თუ არა და მოუთფენლად ეცდიან კვანძის გახსნას. შორად ეს ჩვენი ცხოვრება, გედაცვა. აი, როდესაც ჩვენ შევდივართ Facebook-ში, აი ინტერნეტში. ხსნით Facebook-ი, რა ვიცი, იმას რა ქვია, TikTok-ში, ხო? ჩვენ ღილაკების საშუალებით მართავთ, ხო? სინამდვილეში ჩვენ კი არ ვმართავთ. Facebook-ი გვმართავს ჩვენ. ზუსტად მისი ამ Facebook-ის ზუსტად დანიშნულება არის ის, რომ ჩვენი ნებისყოფა დადგუნოს, გონება აგვირიოს, აი დაგვაბნიოს, ზომბირება მოახდინოს ჩვენი, რომ ადვილად გვმართონ ჩვენ ფინანსურ პოლიტიკურმა ელიტამ. საერთოდ ფართო გაგებით ერთიანი მსოფლიო წესრიგის დამკვიდრების ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ნაცადი და ყველა ძრავი საშუალებაა ეს ყველაფერი. მე კი არ ვიძახი რომ არ იყოს ინფორმაცია არა საჭირო, ან გაზიარება არა აზრის, მაგრამ დოზას აქვს ყველაფერი მნიშვნელობა. გადაჭარბებული სიკეთეც კი ბოროტებაო, მე ექიმი ვარ, ყველა წამალი დიდი დოზით შხამიაო და მე ადრე გავუსვი ხაზი რომ აი ადამიანს როდესაც წყური თუ მიაწოდებ ერჭიქა ბროლივით სუფთა ცივთ თისყაროს წყალს დაიოკებს ის ამით წყურვის. მეორე ჭიქით მოიკლავს წყურვის, მაგრამ თუ თავი რა ვიცი მე 10-15 წუთი ჩააყოფია იმ წყაროში, რაც არ უნდა და სუფთა და რაც არ უნდა ანკარა იყოს წყარო, წამები დავახჩო ჩვენ პიროვნებას, გენაცვალ. მე არ ვიცი, ასე რომ ჩემი აზრით ამის შესახებ უნდა ვიფიქროთ. მე კარგად მე ახლა აი მე მეგობარი მყავს. აი იმაზე არა მაქვს საუბარი, გენაცვალ. გააქციეს ერმილენემსაც. იმა რა უნდა გააკეთოს, იქიდა თოფს ხო არ ისურს. მაგრამ მე გადა თავისი ლაივების გამოვცემ მაგას პატივი. მე მაგ პიროვნებასთან ერთად მიბრძოლია. და ფაქტიურად მომხდარა რომ ორს მოგვიგერებია აი ამ ლიბერალური ძალების გააფრებული შემოტევა და ერთი-ორჯერ ჩაგვიშლია კიდევ. სხვანაირად არ გამიგოთ, აგერ მე ჩემი ახალგაზრდა მეგობარი მიღებს ამ წუთას. ბატონი თემური, ფოკელავაც. მე ლაივების გამო კი არ ვცემ პატივს. არა, ლაივების კარგია, მაგრამ იმიტომ რომ აი აგერ წანისი წყეპარში ხო ვართ. მე არ ვიცი დათვირო დაიცავს თავის ბუდაკს. მე მგონია 9 ძმა ხერხეულიძე არისავდა ისე ქართულ საქართველოს დროშას ეს რო იცავს უკვე დარაჯიან 4 მეხა ძაღლებიც უკვე ჩვენ მხარეზეა გადმოსული და მე ახლა ამათ რო ვერ დავაყენებ Facebook-ის ლომების დონებზე ეს ხო ფაქტია გენაცვალე. ან აგერ კიდევ მყავს მე ჩემი მეგობარი გძვავ აგერ აი აბაზი აღარ ვსაუბრობ წლები მოვდივართ ბრძოლაში ერთად. რაები არ გადავხდები. ერთ დავამატოთ, თუ შეიძლება მოდი. მოგეთ, მეგობრო, რაც თავარი არის რა, სოციოქსელებში გვჭირდება მაქსიმალური მხარდაჭერა, თუნდაც გავრცელებით, რომ დღეს თუ ხარ როცა შემოიხარ, არ მე ვიქნები, არ ბატონი შალვა იქნება, ნებისმიერ როცა დაგიძახე. აქ სასშტავრები. აქ ბრძოლა აუცილებლად მოგიწევთ, ამიტომაც კი არ მარტო ჩვენი კი არ არის საქართველოს, ყველა ჩვენი წილი საქართველოს დავიცვათ. და რავი, პირველ რიგში ერთმანეთის ურთიერთპატივისცემა მოქონდეს და ერთმანეთს რომ გაუგოთ. აუ, ჩვენი მიწა-წყალი არის და ჩვენს დაძახის. რა, ეხლა მე ვიქნები, ბატონი შალვა იქნება თუ ერმილე იქნება, სხვა იქნება. თავარი რაც არის საქართველოს გაკუთვნოს ჩვენ და ყოველი ჩვენი წილი საქართველოს დავიცვათ ყორმა ჩვენთაგან. გაგიძეთ ბატონი შალვა? აი მე ერთ რაღაცას გეტყვი, აი ზუსტად ამის ის არის.
აი საბჭოთა კავშირი, როდესაც გერმანია რო დაესხა და მოსკოვთან რო მოვიდნენ, აი საბჭოთა ჯარებს ქონდა აი სტალინის შაგონები და ასეთი ჯარისკაცებს ასეთი სიტყვები, აი რომ დიდია რუსეთიო. მაგრამ უკან დასახევი გზა აღარ არის. ჩვენს უკან მოსკოვია. გამიგეთ რასაც ვიძახეთ და აქაც არ არის ეს მარტო წანიშის წყებარზე საუბარი. ჩათვალეთ რომ ეს საქართველო ხდებით რასაც ჩვენ თითოეულ კვადრატულ მეტრს როდესაც ვიცავ ამით ჩვენ სამშობლოსთვის ეგ ხო არ იტყვის სამი ორი სიტყვა თქვი მინდა რომ სადამებრძოლები ვართ კაცო რაები არ გადავხდენია ცემა ტყეპა ჩხუბი ნაცები და კოცები და ჩემი მეგობარი იაგო გუბერნატორი თანამებრძოლი რა ყველაზე ეს გაშემჩა რა ამ ძველი და ეს აგერ აუ რას მეთქი მოგესალმებით დავიცი შალვას საუბრის შემდეგ და აგეთ ემურიმაც თავის წინადადებებით ხო შეიძლება რთული არ არის ეს დამატება მაგრამ ერთ რაღაცას მივაქცევდი ყურადღებას ეხლა ხაზი გაეშვა წალისის ბრძოლიდან დღემდე თუ რამდენი წელიწადი გავიდა 224 წელიწადი აქ 300 წლიანი ხეებია უფრო მეტიც წარმოგიდგენიათ საფუძველი ვართ ხა ჩვენი საფუძველი და ეს ხდება ქალაქ თბილისსა და რუსთავის შორის. ეს ოაზისია ფაქტობრივად ამ ორი ქალაქის ფილტრებია, სხვას რო თავი გავონება. 231 წელი ხო გავიდა. მაშინაც კი აღამახმათხას არ მოსვლია აზრად, რომ გაეკაფა აქაური ხე. არ უქნა, გულმა. იმდენად სილამაზითაა ეს ყველაფერი დატვირთული. აქ ფაქტობრივად ხო შანსი არ არის, რომ აი რო შემოხვალ ადამიანი, აი რაღაც ემოცია, საოცარი ემოცია არ დაგეუჩვენს. ამას გადარჩენა ჭირდება, ამას გვერდით გომა ჭირდება. და რაზეც ისაუბრეს აქ ბატონო შალვანდა, ბატონო თემურმა. ფაქტობრივად ეს მათი გულიდან და აი ამ წილიდან გამოდის ყველაფერი. ასე რომ მე თუ მაქვს უფლება, ჩემ წილ მოწოდებას გავაკეთებდი და გთხოვდით სულ რომ აი გავერთიანდეთ, დაუდგეთ ერთმანეთს ხარში და იქნებ რამდენადაც დაუცოთ და გადავუჩინოთ. იგენაც ვაკეთებ. დიდი მადლობა ყველას. მე ახლა მინდა ერთ რაღაცა შევეხო რა. აგერ იბედის ტელევიზიაზე 7-ში და 14-ში გაიმართა ეგრეთ წოდებული დებატები, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებასა და ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ ძალებს შორის. ასე იგი 7-ში და 14-ში. აი 14-ში რო დებატები იყო, იმაზე ყურადღებას არ გავაჩერებ, იმიტომ რომ ძალიან არასაინტერესო ხალხი იყო ყველანაირად. აქედან პარლამენტის თავმჯდომარე ვიღაც ამავე დროს რაღაც საგარეო ურთიერთობათა და იქიდანაც ისეთი პიროვნება იყო ვიღაცა ეს ნაცი, ესე იგი გირჩი და ნაციონალი გირჩი. ესე იგი რა ქნეს? მაქსიმალურად სასათბურე კომფორტული სიტუაციები შეუქმნეს ერთმანეთს, მაგრამ ორივე თავი წარმოაჩინა როგორც თავდადებულმა, გულანთებულმა, ესე იგი პატრიოტებმა, მამულიშვილებმა და ოღონდ ერთ-სამეში თურმე ვერ თანხმდებოდნენ. საგარეო პოლიტიკის ვექტორის მიმართულებაზე დანარჩენი სულ ყველაფერი 5-იანზე ყოფილა. მე 7-ში გამართულ დებატებს მინდა მივაქციო ჩემი ყურადღება. რატო? ჯერეთი ფორმალურად პირველი პირი იყო კობახიძე და ახლა ვიცით ირაკლი კობახიძე არ ვიცი რა სოფლიო ალბათ აი ბესო ცtildeო აი სულ ფიქრობდი აი ეს კაფანდარა ებრაელი ივანიშვილი ამ deep state-მა სოფლიო ერთიანმა რა ვიცი სიღრმისეულმა სახელმწიფომ რატომ აირჩია რომ ამდენი ფული აშონია და ასე короче აქ ახლა უკვე გამგებლად შეუზღუდა ბრძანებლად დაგვისვა. რა არის ამის მიზეზი? მიზეზი არის ის, რომ ეს ადამიანები არიან აბსოლუტურად სინდის ნამოსიდან გარეცხილები. ესე იგი შეუთავსებლები არიან სინდისიდან, ნამოსიდან და აი ხო არსებობს ყოველზე შეიძლება ან გაწითლდი, ან ოდნავ არ არსებობს, ესე იგი ამათი პროფესია, აი უმაღლეს დონეზე ფლობენ ადამიანების მოთხოვება დამაჯერებლად და ის არ ვიცი და ეს არის კობახიძე, ესე იგი
ამ ხუჭუჩმიანმა ახალგაზრდა კაცმა ეს უმაღლეს ეს ხელოვნების დონეზე გასაყვანილი მოტყუება და ეს რა მოიყვანა კაცო ეს ზუსატანა იქ რაღაცა ეკონომიკისა და განვითარების მინისტრი თითო ქრივიშვილი ეს იგი კობახიდეც კი გაფერფთალდა მის წინაშე და რადო აი მომდოთ მაინტერესებდა ამას გავაშუქებდა მის წინ დადგა ვინ ახლა ჩვენ მოგწონს არ მოგწონს ეს სიტუაცია მაგას მნიშვნელობა არ აქვს საქართველოში აი კონსერვატორული ტრადიციული აი სიტყვით რო აქვს გაჟღერებული ყველაზე მძლავრი ძალა კონსერვატორების სიტყვით გაჟღერების მიხედვით ახლა ყველაზე დიდი აუდიტორია აქვს და ჩვენი არაერთი მეგობარი რომელსაც დიდ პატივს მაგათი მხარდამჭერი აქვს მოგწონს ჩვენ ეს არ მოგწონს სხვა სიტუაცია მე ღმერთია მოწამე არასოდეს არ გამილანძღია ესენი როგორც ასეთი პირდაპირ არასოდეს არ მithქვია რომ ვინმესგან ფინანსდება რა უფლება მაქვს მე თქვა ადამიანზე რომ ვინმესგან ფინანსდება თუ მე ზუსტად არ ვიცი რომ ის მისგან ფინანსდება რა უფლება მაქვს დავაფრა ქრისტიანულად ბიჭო հատ ცნებაში ხო პირდაპირ წერია არ გამოხვიდებს რომ მოწმედ სხვა რა არის თუ არა თუ მოწმედ გამოხვა თუ არ იცი და აბრალე რუსეთის სიტყვაში რო ჩამოვთვალე პრობა შურის სიძულვილი რუშობა ცხრუფიცობა ბოლოს ყველა ესე იგი ყველა ბოროტების საწყისია ეს კეთსახურება ესე იგი იქაც ლიდერებში შედის მithქვია რასაკვირველია რომ ამ ადამიანებს თითქოს პრივატიზირებული აქვთ პატრიოტიზმი არავის არაფერზე არ ატარებენ თითქოს მარტო მათ უყვარდა საქართველოს მარტო ისინი ზრუნავენ არა და გაკეთებით რა აქვთ ასეთი გაკეთებული აკეთებია ვიბრძოლია ჩვენ კაცო ვიწები გამოსახლებები სულიერებაზე და არ მინახია მაშინ ეს ხალხი კარგად გამიგე რა იმ დოზით რასაც მე არ მინახი კი რაღაც ერთი წელია დავიწყეთ ერთი წელია კი არა ერთი წლის წინათ დავასრულეთ მოდი აბსო რა დროის ერთი წელი და ხო და ეს ზურა მახარაძე ხო ესე თავმჯდომარე ყოფილა ის დაждდა და შემდეგ ნახე ვინც ის უაღრესად საინტერესო პიროვნება იაგო ხვიჩია რომელიც არა ნუ ახლა კარგად გამიგეთ განა ეს უბრალოდ გირჩის ლიდერია ეს საერთოდ ლიბერალური ძალების თავარი აი როგორ გითხრათ რუპორია სახია ლიბერალური ძალები ძალიან ძლიერი არ არის ასე ხოლმე სიმბოლი ну მესამე იყო ვიჩნობ მაგ ბოშ სხვათა შორის ისა რა ქვია ლევან ლოთკიფანეძე ხო მე კი ლიბერალური რაღაც მაგრამ ამ დებატებშიც და ისეთ საერთოდ მე ახლა ძალიან რო ვთქვა რომ ამ პიროვნებაზე ვარყოფიძე შემილია გამოსახლებებზეც გვახდა 1-2 იყო რა რაღაცები აზოტში შევიჭარით 2 პოლიციის 2 კარდონი იქაც იყო და ამის შესახებ მინდა ახლა ვისაუბროთ დროს ბატონი მახარაძე ზურა მახარაძე რა პრეტენზიებს უყენებდა იმას რა ქვია პრემიერ-მინისტრს ამ არაბული ქალაქების მშენებლობაზე ქართული მიწების გასხვისებაზე რომ ესე იგი აუცილებლად უნდა წარმოედგინათ მათ ამ კომერციული პროექტის გასაჯაროებას თხოვდა რომ დოკუმენტები შესაბამისი დოკუმენტები წარმოედგინათ და უბრალოდ ვის თხოვდა საერთოდ ამას ბიჭო პირველ პირს თხოვ თანამდებობით ფორმალურად პირველ პირს რომლის ხელშია ყველა ბეჭედი ყველა შტამპი ყველაფერი არ ვიცი აი ხახალდი თამახის პურწენი და აი ყველაფრის გაკეთების უნარია ხვალ თუნდა წარმოგიდგენთ გენაცვალე თავისი იმის რა ქვია ყველა შტამპებით ბეჭდებით გერბიანი ხახალდებით აი როგორ უკვე ექსპერტიზები იქნება ყველა გავლილი რას ამბობს
იცით როგორ წარმოგიდგენს რომ და რომ თითქოს ეს 6 მილიარდი და 6.6 მილიარდიანი პროექტი განა ინვესტიცია. რას ლაპარაკობ? არაბთა გაერთიანებული ემირატების უანგარო საჩუქარია საქართველოს მიმართ. და ეს რა არის? და რატო აკეთებენ? 7-ვე ემირს გამოეცხადათ მუჰამედი და აუწყა სიზმარში და აუწყა მათ რომ ალახისნება რომ ეს იქნება ყველაფერი დაფიქსირებული რომ თურმე მათ უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს საქართველოს ედემის ბაღად გადაქცევა. და ეს რა არის 6.6 მილიარდი 100 მილიარდი შემოვა საქართველოში. ის კი არა სხვა მუსულმანების დაემატებიან და სოფლიოს რამოდენიმე წელიწადში საქართველოს სოფლიოს მერვე საოცრებად ის ამ საბუთს წარმოგადგენენ. და იცით კიდევ როგორ საბუთს შეუძლიათ რომ წარმოგიდგინო? აი იურისტები ადვოკატების რამოდენიმე ათეული კაცის თვითაღიარებითი ჩვენება იქნება რომ ადვოკატების თანდასწრებით ყველა პროტოკოლური ნორმების დაცვით რომ ისინი ყველა წარმოადგენენ ჩრდილოეთ კორეის სპეცსამსახურების შტატიან აგენტებს რა მთავარია თქვენ ბატონო ზურა ხართ მათი რეზიდენტი აქ ესე იგი კორეის სპეცსამსახურების დაზვერვის მთავარი რეზიდენტი იქნება ამას ოფიციალურად წარმოგიდგენთ წყალი რო არ გაუვა ისე ვის თხოვთ ასეთ საბუთს ვერ გავიგე რა არ შეუძლიათ ყალბი მოგიმზადონ და ფაქტიურად იქნება როგორც ვერე ფაქტის წინ დაგვაყენებ რა სინდისში აწუხებთ გაწითნები რა იგილზე ლაპარაკობ საუბრობთ და რა მუჰამედ ალაბაზი ვინ არის მო იქ ჰილსი და ვინ არის მუჰამედ ალაბაზი მო აქ ჩამოსული იყო არაბთა გაერთიანებული ემირატების ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი მუჰამედ იბ ზაიდ ალ ნახაიანი რომელსაც სიტყვით ქვია პრეზიდენტი თორე სინამდვილეში აბსოლუტური მბრძანებელია განუსაზღვრელი ძალაუფლების პატრონია ისედაც აბუ-დაბის ემირია განუსაზღვრელი ძალაუფლების და აბუ-დაბის დამთობის 92-96% არაბთა გაერთიანებული ემირატების იქ იმყოფება. ვვპ-ში 70% წილი აქვს და მოსახლეობის ტერიტორიის 80% უკავია. და ის რო არის მამამისმა შექმნა ეს არაბთა გაერთიანებული ემირატები და სახლი რო დგას ბურჯ ხალიფა 828 მეტრი 163 სართული როა ამის მამის სახელი ქვია. ესე იგი ჩამოსული იყო აი რო უძახით სოფლიო დისპლეიდის ერთ-ერთი მთავარი სოფლიოს ბრძანებელთა ტომის ერთ-ერთი მთავარი ბელადი გენაცვალე ის რა უნდა მესამე ხელს საქართველოში მაგასთან და რა უნდა ყობახიძესა და თუნდაც მაგასთან იქეთ ჩადიან ტრამპი ჩადის პუტინი დადიხო ჩასული პუტინი თვალებში უყურებდა ის აქ სავაჭრო ჩამოვიდა იქ საქართველოს საყიდლად ჩამოვიდა აქ და კარგია ამადგან პრეტენზია ხოდა კიდევ ერთი რა თქვა კაცო ჩვენო საშიშროება ვიცდისო ბატონი ზურაიძახის მახარაძე ევროპის დღეში შეიძლება ჩავარდეთ დედაბიჭო თურმე რა საშიშროება გვიცდის ჩვენ ევროპაში იქ რაღაც აყალმაყალები როა და ხანდახან რო ეს არეულობები რო ხდება თურმე ამ დღეში შეიძლება ჩავარდეთ ევროპაში გენაცვალე ჩადიან მათი მონების კოლონიების შთამომავლები და იქ როგორ გითხრათ ხულიგნობენ ცელქობენ ხვდებით რასაც ვიზახი და აქ უნდა ჩამოვიდნენ არაბი დიდარი არაბები რომლებიც ბატონები ჩამოდიან აქ და ჩვენ ვრჩებით მონებად ხვდებით აქ მონებად დამსახურებლად ამის განსხვავებას ვერათ ხო თურმე ჩვენ პრობლემა ის კი არ არის რომ დადგურდებით გადავშენდებით არა ჩვენ თურმე ევროპისნაირი დღეში ჩავარდებით კარგით რა ეს ზღაპრები გვინდა ორ დღეში დაამთავრებენ მაგ არეულობებს რომ უნდოდეთ
განა მარტო ამ ადამიანებმა მათ ვინც თავის იმ სახელმწიფოებსაც პრობლემებს შეუქმნია საიდანაც ჩამოვიდა. ახლა იქიდან რა სიძახის ყობახიც. აგერ ბატონმა იაკობ ქებძანა, მაგრამ მე მაინც გავშვებ 1795 წელს აქ წადისის ბრძოლა იყო. ნუ წავაგდით რა სასწავლი ავი 300 არაგველის ამბები ვიცით გავგჟუჟეს ცოტა ვიყავით 5000 კაცი 35,000 კაცი ვერ გაუცლო. წამოვიდა შემდეგ თბილისი აიღო აი როგორ გითხრა გადაწვა გაანადგურა ამიდამოებში და ხეების დიდი რაოდენობა იმ დროს არსებობდა ეს ტყეპარკი არსებობდა და ჩალალედინმა მტარვალმა თავის თავს უფლება არ მიცა გულმა არ უხსნა რომ ეს ედემის ბაღი გაენადგურებია გადაეწვა და ყობახიძე რას იძახის ჩვენო ჯერეთიო იცითო რამხელა ფული იქნება ჩასადებიო ჯერ გონიოზე დაიწყო ახლა გონიოზი ხო ვიყავი და კი მართალია იქ არ არის ასეთი გამწვანება მაგრამ ჩდა ბიჭო სუბტროპიკულ ზონაზე გვაქვს საუბარი ხტები რასაც ვიძახი აი იქ რომ რამე გადაყარო აი ესე თეი რაღაცა სცენარეების არ არსებობს სცენარე იქ არ გაიხაროს ხტები რასაც ვიძახი რამოდენიმე წელიწადში ჯუნგლად გადაიქცევა იქავრობა მაგრამ კარგი გავანებოთ გონიას თავი გადმოვიდა აქაცო ძალიან უმძიმესი სიტუაცია აქ თურმე რეკრეაციის კუთხით თურმე წანისის ტყეპარკში თურმე გამწვანების პრობლემა კაცო და თურმე ამათმა ასობით და ათობით მილიონი დოლარი უნდა დაგარჯო რომ აქ რამენაირად გაამწვანო ნაგავრობა ეს ვიდა ესეთი ვიდები არიან აი ამ ეს ვიდები არიან ეს ჩემი აზრით არ არიან მართლა ადამიანები ჩემი აზრით ესენი მართლა უცხო პლანეტელები არიან ან ჩემი აზრით რობოტები და შესაძლებელია რობოტი უცხო პლანეტელებიც იყვნენ აი იმიტომ ადამიანმა ასეთი რამე როგორ უნდა თქვა ახლა კარგი ამ ხვიჩია короче ისო ფულიო არ შემოვა და ამაზე წუხდა შემოვა ბატონო იაკო თან დიდი ფული შემოვა მაგრამ შენთვის ეს ზელია სახსნელია რომ ჭეშმარიტი ქართული მამულიშვილისათვის ჩვენ მიწაწყავს შეუფასებელი და ჭეშმარიტი ყველა ქართული მამულიშვილისათვის ჩვენი თითოეული გოჯი მიწის რომლის თითოეულ მართლა გოჯი ჩვენი გვირი წინაპრების ზღვა სისხლი და ოფლია ჩაქცეული ისევლე ამით ვაჭრობა ამ მიწით ისევლე მიუღებელია შეუთავსებელია როგორც მეუღლის დის დედის ლეჩაკის სიწმინდითა და ჩვენი შვილების კეთილდღეობის ჯანმრთელობით და სიცოცხლით ვაჭრობა მაგრამ ეს შენთვის ცოტა ძნელი მისაღებია იმიტომ სუსხა ბუნების ადამიანი რაც შეეხება მესამე ლევან რორთქიმაი კიდევ ერთხელ კი გასაგებია ლიბერალურ რაღაც ღირებულებებზე მაგრამ მე მომეწონა მისი შეკითხების მომეწონა და ნამდვილად კრიტიკული იყო სახალხო სხვადასხვა ამ სტატისტიკაზე მე 2010-ში თელი გადაცემა მქონდა ბენჟამინ დიზრაელზე მისხნელი რომელიც მან ახსენა ის რა კუთხით სტატისტიკას რო წარმოგვიდგენო ბენჟამინ დიზრაელი პრემიერ-მინისტრი იყო რა ის დიდი ბრიტანეთის 74-80 წლები ვიქტორიას დროს იყო ანამდე კიდევ 68 წელში იყო იმის სიტყვებია რომ არსებობს ტყუილიო არსებობს ტკნარი წყვილიო მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ არსებობს სტატისტიკა ზის პრემიერ-მინისტრი და რაღაცებს გვაჩვენებს ფურცლებს და გვეუბნება რომ ეს ასეა რომ არ იყოს იმ მომენტის მერე რაც თქვა უკვე ისე გახდება სხვადასხვა ეს დიზრაელი ძალიან სერიოზული პიროვნება იყო მე რატომ მიუძღვენი მთელი გადაცემა მაგას 2010-ში თუ არ ვცდები ჩვენ 10-ში მივედით ხო ობიექტივში მაგას 10-ში რატომ იმიტომ რომ საშინაო პოლიტიკა
ჩემთვის ძალიან იყო მისაღები და მართლა ზრუნავდა უბრალო ხალხს. აი პარალელიც კი გავავლეთ. მაშინ ესე იგი კლემენტო ეტლიზე, მაგრამ რაც შეიძლება საგარეო პოლიტიკა ალბათ აი თუ იმი არსებობდა მიუღებელი მაგი პიროვნება იყო 1878 წელს ზუსტად მან გაგზავნა ფლოტი დარდანელში დიდი ბრიტანეთის რატო რომ უკვე რუსები აპირებდნენ სტამბულის აღებას და მასზე კონსტანტინოპოლის სახელის დაბრუნებას და მან ამან გააგზავნა ფლოტი და არ დაუშვა ეს ყველაფერი გამიგე რასაც ვიძახიდა ამიტომაც მიუღებელი მე კი რა მინდა რომ გითხრათ ახლა ვიცით კიდევ ერთხელ ვიმეორებ გარდაიცვალა პატრიარქი 40 დღე ნუ არ იქნება სინოდის სხდომა და საერთოდ 2 თვის განმავლობაში უნდა აირჩიეს პატრიარქი ის რომ პატრიარქმა დაასახელა თანამოსახდა ჩიოს ну ეს არის უბრალოდ ну რაღაც დამატებითი შეიძლება მაგრამ მაგას არავით არ გადამწყვეტი მნიშვნელობა იმიტომ არ აქვს რომ საერთოდ ეს არ არის მეფე ეს არ არის რომ თავისი მემკვიდრეობა მისი ანდერძის გადაეცეს სინოდის ხტომა უნდა შეიკრიბოს და ფარული კენჭისყრით უნდა მოხდეს პატრიარქის არჩევა და მე და ერმილეს გვექნება ხვალან ზეგ უბრალოდ ვირუსი მაქვს მაინც ну ზეგ ალბათ ამ შესახებ ყველაფრის შესახებ ლაივი ჩვენც არ უნდა გავჩერდეთ ჩვენ მაქსიმალურად იმიტომ არასოდეს საქართველოს ისტორიაში პატრიარქის არჩევას საქართველოს ყოფნა არ ყოფნა ისე არ ყოფილა მიბმული როგორც დღეს დაუშვებელია რომ მოვიდეს პატრიარქი რომელიც ამ მიწების გაყიდვას დაუშვებს უნდა მოვიდეს პატრიარქი რომელიც ესე იგი როგორ გითხრა ულტიმატუმის სახით მოთხოვს ხელისუფლებას რომ კანონ პროექტი გაიწვიონ თუ არა და უნდა განიკვეთოს თლიანად მთელი ხელისუფლება და უნდა შეჩვენდეს სხვა გზა არ არსებობს და ეს ნუ ამას გავხსნი მე როდესაც ლაივი გვექნება თვალსაჩინო ჩვენ ხონდა მაგრამ მაშინ რაღაცა შაბათი დღე არ იყო იქ ხალხი და ჯერ ერთი რა ვიცი მე არ მომწეს უპორი მაინდა-მაინც რაღაც მომწეს 9-15 ჯერ გაჩერდა კარგით გემშვიდობები დროდეს ზეგ უკვე ჩვენს ახალგაზრდა მეგობარ ჩემს ახალგაზრდა მეგობარ ძალიან პატის საყვარელ ერმილესთან მეკდება ლაივი და მოусმენთ კარსიზად. ნუ შევეცდებით რომ მაქსიმალურად გავაშუქოთ ეს საკითხი თავიდან ბოლომდე. კარგად ზანდებოდეთ, უფალი გქონდეთ.